მე მირიან კუშნირი ვარ. თქვენ ალბათ ხშირად გინახავთ ჩემი რეპორტაჟები ფრონტის ხაზიდან რადიო თავისუფლების საიტზე. მაგრამ ისე მოხდა, რომ მომი ჩემს სახლში მოვიდა. დივანზე ვიჯექი სახლში. ამ დროს არ მეძინა. და გავიგონეთ ძალიან ხმამაღალი აფეთქება დრონის მოფრენის ხმის გარეშე. დავინახე ნათება, მესმოდა ფანჯრების მსხვერპლის ხმაც. მაშინვე ფანჯარასთან მივირბინე, რომ მენახა რა მოხდა. და მივხვდი, რომ ხანძარია. მაშინ ვიავიღე სამედიცინო ტაქტიკური ზურგჩანთა, რომელიც ყოველთვის თან მაქვს, ყოველთვის ფრონტზე. და გავიქეცი შესაძლო დახმარების აღმოსაჩენად. ავედი ზედასართულზე, ზუსტად იმ ბინასთან, სადაც შაჰიდი მოხვდა. გავაღე კარი და დავინახე ბავშვი დივანზე. ის იწვა და ტიროდა. ყვიროდა დედა. რა თქმა უნდა, ბავშვი გამოვიყვანე ბინიდან. მაშინ ვიავიყვანე ის და გადავეცი მეზობლებს, რომლებმაც უკვე დაიწყეს ამოსვლა და სიტუაციაზე რეაგირება. თავად კი ვცადე ისევ შევსულიყავი ბინაში, თუმცა ასვლა ვეღარ მოხერხდა, რადგან იქ ძალიან ძლიერი ცეცხლი იყო. უბრალოდ ყველაფერი იწოდა, ფაქტობრივად რამდენიმე წამში აალდა კიბეები. ეს ორდონიანი ბინაა. ბავშვს პირველზე ეძინა, ოჯახს მეორეზე. და იქ დარჩნენ ადამიანები. ისინი დაიღუპნენ. ისინი საოცარი ადამიანები იყვნენ, ჩემი მეზობლები.